მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში გვხვდება ისეთი შემთხვევები, რომლებიც დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. შედევრები, რომლებიც ოდესღაც მუზეუმებსა და სასახლეებს ამშვენებდა, ერთ დღეს უბრალოდ გაქრა და არავინ იცის ზუსტად სად. აქ მოგიყვებით ორ ყველაზე ცნობილ ისტორიას. პირველი, ქარვის ოთახი, რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრებას ეძახდნენ. ეს იყო მთლიანად ქარვით, ოქროთი და სარკეებით მოპირკეთებული უნიკალური ოთახი, რომელიც სინათლეზე საოცრად ბრწყინავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წელს ნაცისტებმა ის დაშალეს და გერმანიაში წაიღეს. 1945 წელს, ომის დასრულებისას, მისი კვალი სრულიად გაქრა. არსებობს ვერსიები, რომ ის დაიცვა დაბომბვისას, სხვები ფიქრობენ, რომ მიწისქვეშა ბუნკერებში დამალეს ან ბალტიის ზღვაში ჩაიძირა. მაგრამ სიმართლე დღემდე უცნობია. მეორე ისტორია მოხდა 1990 წელს, ბოსტონში, იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმში. ორი ადამიანი პოლიციელების ფორმით შევიდა შენობაში, მოატყვეს დაცვა და 81 წუთში 13 უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუში მოიპარეს, მათ შორის ვერმერისა და რემბრანდტის შედევრები. ზარალი $500 მილიონ მეტს შეადგენდა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ არც ერთი ნახატი დღემდე არ გამოჩენილა და მუზეუმში მხოლოდ ცარიელი ჩარჩოები დარჩა. ორივე ისტორია ერთ კითხვას ტოვებს: სად გაქრა კაცობრიობის უდიდესი ხელოვნების ნიმუშები? და პასუხი დღემდე საიდუმლოდ რჩება. ვრცლად ამ ამბის შესახებ წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.